შეიძლება წიგნის კითხვით არა, მაგრამ მათი გამოცემის კუთხით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციამ სხვადასხვა ქვეყანაში დაბეჭდილი წიგნების რაოდენობა დათვალა და პირველი ხუთეულიც გამოავლინა. დიდი ბრიტანეთის, ტაივანისა და სლოვენიის შემდეგ ერთსულ მოსახლეზე არსებული წიგნების რაოდენობით მეოთხე ადგილი ესპანეთსა და საქართველოს ეკუთვნის. სალმე შანშიაშვილი ქრონიკის მაყურებლისთვის დაინტერესდა, რამდენად ხშირად ყიდულობენ წიგნებს ქართველი მომხმარებლები და როგორ აფასებენ გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებს თავად ქართველი გამომცემლები. საქართველოში გასულ წელს 1 მილიონ მოსახლეზე 1547 წიგნი გამოიცა. სწორედ ამ რიცხვმა განაპირობა 2014 წელს გამოცემული წიგნების რაოდენობით საქართველოს მსოფლიო ხუთეულში მოხვედრა. გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის კვლევის შედეგები ერთსულ მოსახლეზე გამოცემული წიგნების პროპორციული რაოდენობით დგინდება. ბოლო დროის ერთ-ერთი ბესტსელერი ქართული წიგნის გურული დღიურების ავტორის და საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის აზრით, საქართველოს მსოფლიო ხუთეულში მოხვედრა მოსალოდნელი იყო. მე თავის დროზე მონაწილეობდი რაღაც სახის კვლევებში და ზუსტად ვიცი, რომ თუნდაც კავკასიაში საქართველო არის ძალიან წინ ამ თვალსაზრისით, ყველანაირი პროცენტული მაჩვენებელი და ძალიან დიდი მოულოდნელობა არ ყოფილა ამ ტიპის შედეგი. ახლა მთავარია, ეს ყველაფერი ადამიანების განათლებაში გადაიზარდოს. გასულ წელს გამოცემული წიგნების რაოდენობით საქართველო მსოფლიო ხუთეულში მეოთხე ადგილს ესპანეთთან ერთად იკავებს. ქართულ გამომცემლობებში ამბობენ, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა საბავშვო ლიტერატურაზეა. 2014 წლის ბესტსელერები იყო დათო ტურაშვილის ახალი წიგნი „ტყეების მეფე“ და ხალუკი მურაკამის „კაფკა პლაჟზე“, ასევე ჯონ გრინის „ბედის ვარსკვლავის ბრალია. და რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს საბავშვო ლიტერატურა, საბავშვო შემეცნებითი ლიტერატურა. ჩვენ გამომცემლობაც აქვს სპორტული თემატიკაც. კარგად იყიდება, პოლიტიკური ლიტერატურა კარგად იყიდება. მე არაფერს ვამბობ, საერთოდ მოთხოვნილება არის საბავშვო ლიტერატურას. ყველაზე დიდი ტირაჟით ჩვენ გვაქვს სერია 100 ლექსი ქართული პოეტებისა მე-20 საუკუნის. გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის კვლევის მიხედვით 5 მოწინავე ქვეყნის სიის პირველი ადგილი დიდმა ბრიტანეთმა დაიკავა. მას სლოვენია და ტაივანი მოსდევს. ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით, ბრიტანეთის წარმატება დიდწილად საერთაშორისო ბესტსელერად აღიარებულმა ჰარი პოტერმა განაპირობა.